პარიზში მოდის სახლ არმანის შემოდგომა ზამთრის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, თუმცა მას ლეგენდარული ჯორჯო არმანი არ ესწრებოდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად დიზაინერი პოდიუმზე არ გამოჩენილა, რაც მოდის ინდუსტრიას საგრძნობლად დაეთყო. ჯორჯო არმანი სულ რამდენიმე დღეში 91 წლის გახდება. ექიმების რეკომენდაციით ის ღონისძიება სახლიდან, დისტანციურად ადევნებდა თვალს. ახალი კოლექციის თითოეულ ნამუშევარში მისი ხელწერა იგრძნობოდა. ჩვენების თემაც seductive black, ანუ მაცდური შავი ბევრისთვის სიმბოლური იყო. პოდიუმზე თითქმის ყველაფერი შავფერში იყო გადაწყვეტილი. აბრეშუმი ძვირფასი თვლებით გაწყობილი ქსოვილები და ოქროს ელვარება. მოდელების მაკიაჟიც კი ნაცრისფერ ტონალობაში იშლებოდა. ჯორჯო არმანი რამდენიმე კვირის წინ მილანში გამართულ მოდის კვირეულსაც ვერ დაესწრო. მაყურებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ შავფერში გადაწყვეტილი კოლექცია შეიძლება ყოფილიყო ერთგვარი გზავნილი, რომელიც მისი არყოფნით გამოწვეულ სევდას უკავშირდებოდა. ჯორჯო არმანი მოდის ინდუსტრიის ცოცხალი ლეგენდაა. უკვე 60 წელზე მეტია იგი ელეგანტურ სტილს არ ღალატობს. კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. ხოლო 1975 წელს დაარსა საკუთარი მოდის სახლი ჯორჯო არმანი, რომელიც მალევე იქცა დახვეწილი სიმარტივისა და ხარისხის სიმბოლოდ. არმანიმ დაამკვიდრა სამოსი, რომელიც ერთდროულად მძლავრიც იყო და ელეგანტურიც. განსაკუთრებით ცნობილია მისი რბილი ნატიფი კოსტიუმები, რომლებმაც მამაკაცთა და ქალთა მოდის სტილი მთლიანად შეცვალა. მის ამოს ატარებდნენ კინოსამყაროს გმირებიც, მათ შორისაა რიჩარდ გირი. მისმა კოსტიუმმა ფილმში ამერიკელი ჟიგალო თავის დროზე მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. მართალია ჯორჯო არმანი ჩვენებას არ ესწრებოდა, თუმცა დიზაინერის გავლენა ახალი კოლექციის თითოეულ დეტალში იგრძნობოდა. ეს იყო არა მხოლოდ კოლექცია, არამედ გზავნილი, რომ ნამდვილი სტილი დროსა და სივრცეს სცდება. მაესტროს სათქმელს კი თავად მისი შემოქმედება ამბობს პირდაპირ, ელეგანტურად და უკომპრომისოდ.